მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. კვლავ გიერთდებით ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც გუშინ ორი ბავშვი დაიღუპა. ორმოში ჩავარდნის შედეგად ბავშვებმა ამოსვლა ვერ შეძლეს. ეს ორმო იყო წყლით სავსე და ამ წყალში ორმოში დაიხრჩა ორი ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმებმა ძალისხმების მიუხედავად ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს ტერიტორია, სადაც ორი ბავშვი ჩაცვივდა, ახლა შემოსაზღვრული არის. აქ უკვე საგამოძიებო პროცედურები დასრულებულია. ადგილზე აღარ იმყოფებიან ექიმები. ჩვენ კადრში შეგვიძლია გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში თუ რა თხრილზე არის საუბარი და სად ჩაცვივდნენ ბავშვები. აი ეს არის ის ადგილი, სადაც ორი ბავშვი გუშინ დაიღუპა, ჩაცვივდნენ ამ ორმოში და მე შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გაჩვენოთ საკმაოდ დიდი ზომის, დიდი მოცულობის თხრილი არის, რომელიც არ არის დაცული. აი კადრში ხედავთ, შემოსაზღვრული არის უკვე ჯებირებით ეს ტერიტორია, რომელიც მანამდე იყო დაუცველი ღია მდგომარეობაში და სწორედ ამ თხრილებში ჩავარდნენ ბავშვები. სავარაუდოდ ეს არის ღრმა თხრილი, რადგან ბავშვებმა დროულად ამოსვლა ვერ შეძლეს. საუბარი არის 10 წლამდე ბავშვებზე, რომლებიც გუშინ გვიან ღამით აქ ჩავარდნენ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ოცნების ქალაქის სამშენებლო სამუშაოები და ამ ტერიტორიაზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები. სწორედ აქ მცხოვრებლები მიუთითებდნენ ამ გარემოებაზე და ამბობენ იმას, რომ სამშენებლო მოედანი არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ლენტით დამცავი საშუალებებით, კონსტრუქციით და ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ ამ ტერიტორიაზე და სავარაუდოდ გვიან ღამით სიბნელეში ვერ შენიშნეს ბავშვებმა ეს ორმო თხრილი და სწორედ აქ ჩაცვივდნენ ისინი, რომელთა გადარჩენა მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა დროულად მიუსწრეს ბავშვებს, ამოიყვანეს, ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარეს, შესაბამისი манипуляციაც, თუმცა როგორც აქ თვითმხილველები ამბობენ, ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს. მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლა ამ ტერიტორიაზე შემოვლებული არის ლითონის კონსტრუქცია, პოლიციამ შემოსაზღვრა ეს ტერიტორია და მას შემდეგ, რაც უკვე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ გუშინ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერში ადგილობრივები აღნიშნავდნენ იმას, რომ სამშენებლო კომპანიამ, ასევე რეგიონის ხელისუფლებამ აქ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა. შესაბამისად, ისინი ითხოვენ ამ გარემოებაზე პასუხისმგებლობის დასმას, როგორც ხელისუფლების დონეზე, ასევე კომპანიის მიმართაც აქვთ მათ ლეგიტიმური შეკითხვები და მოთხოვნა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ გუშინ უყურებდით აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს, ჩვენთვის მოგვიანებით აქ მუშაობა გახდა არაუსაფრთხო, რადგან მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე მოვიდნენ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები, საუბარი არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრზე, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეზე. ისინი, როცა მოვიდნენ, მათ მოყვნენ თან რამდენიმე ქართული ოცნების მხარდამჭერი, რომლებიც ონლაინ მედია აჭარა თაიმსისა და ბათუმელების მიმართ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით. მათ აღიზიანებდათ კითხვა სამშენებლო უსაფრთხოებაზე დასმული კითხვები და ამბობდნენ, რომ ახლა არ იყო იმის დრო, რომ სამშენებლო უსაფრთხოებაზე კითხვები დაგვესვა და
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოგვესმინა პასუხები ამ კითხვებზე. თუმცა ჩვენ ვნახეთ ის, რომ რამდენიმე გაღიზიანებული პირი ხელისუფლების მომხრე ტერიტორიის დატოვებას გთხოვდა და გვიან ღამით უკვე ჩვენთვის აღარ იყო უსაფრთხო გარემო ამ ტერიტორიაზე, ამიტომ ტერიტორია დავტოვეთ და წავედით, თუმცა დღეს ისევ დაუბრუნდით, რათა გიჩვენოთ თუ რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ კადრში ხედავთ სამშენებლო მოედანი არის ამ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს იმას, რომ აქ არ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, თქვენ კადრში ხედავთ, რომ ეს ტერიტორია არის გადათხრილი, აქ იყო მანამდე სახლები და ამ სახლების დემონტაჟი მოხდა. და ხელისუფლება ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აიშოროს, აიცილოს და ამბობენ იმას, რომ ეს ტერიტორია არ წარმოადგენდა სამშენებლო ტერიტორიას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქ დაიშალა სახლები ახლის მშენებლობის მოტივით, აქ შემოვიდა ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები, სხვათა შორის ერთი კვირის წინ დაახლოებით გაიმართა პრეზენტაცია, აქ იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც და აღსანიშნავია ის, რომ ამ შეხვედრაზე არც ერთი მედია საშუალება არ იყო, რომელიც სვამს განსხვავებულ კრიტიკულ კითხვებს, მათ შორის არ ვიყავით არც ჩვენ, აჭარა თაიმსი, არ იყო ბათუმელები წარმოდგენილი, რომლებიც ამ რეგიონში ვსვამთ კრიტიკულ კითხვებს და სწორედ ამ კრიტიკული კითხვების გამო ხელისუფლება ჩვენ საჯარო შეხვედრებზე აღარ გვეძახის, არ გვატყობინებენ და ეს ღონისძიებები ტარდება მედიის გარეშე და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კაფსულის ჩაგდების შემდგომ, უკვე სამშენებლო პროცესის დაანონსების შემდგომ, აქ მოიყვანეს მძიმე ტექნიკა, თუმცა არ შემოსაზღვრეს ტერიტორია და ტერიტორიაზე გადაადგილება მიუხედავთ იმისა, რომ საფრთხის შემცველია ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. თქვენ ახლა კადრში ხედავთ აი ასეთ ღრმულებს, ასე ვთქვათ, ორმოებს, სადაც გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს და აქ გუშინ ბავშვები გადაადგილდებოდნენ, როგორც ჩანს, თამაშობდნენ გვიან ღამით და მათ ვერ შენიშნეს ღია არხი, რომელიც იყო წყლით სავსე და ამ ორმოში ჩაცვიდნენ 10 წლამდე ბავშვები. თქვენ კადრში ხედავთ მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს უკვე აქ არ არის შესაბამისი ზომები მიღებული უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ არის ტერიტორია შემოსაზღვრული და კვლავ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ გადაადგილება. ეს არის ის ადგილი, სადაც ახალი კორპუსები უნდა აშენდეს მთავრობის დაპირების თანახმად, რომელშიც ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა უნდა გააგრძელონ ცხოვრება. აქვე კადრში ხედავთ ახალ კორპუსებს, რომლის გადაცემაც მოხდა წინასაარჩევნოდ და უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ კორპუსების ეზოში საკანალიზაციო სისტემა არის გაუმართავი, გაჭედილი არის საკანალიზაციო ჭები, შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ფეკალური მასების გუბეები დგას, სხვათა შორის ადგილობრივები მედიისგან ითხოვდნენ დახმარებას და ყურადღების მიქცევას, მათი თქმით, წყლის გუბეები ქმნის იმის საშიშროებას, რომ ბავშვები ჩაცვიდნენ ამ წყლის გუბეებში, ამიტომ რისკების თავიდან ასილების მიზნით რამდენიმე თვის წინ ისინი ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ითხოვდნენ და სხვათა შორის გუშინაც განაცხადეს, რომ პრობლემა ახალი კორპუსების ირგვლივ კვლავ არსებობს და ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა. ეს არის ის ტერიტორია, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობდნენ, თქვენ კადრში ხედავთ, რომ მისამძიმრებისთვის აქ მოდიან რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. უნდა აღინიშნოს ის, რომ გვიან ღამით მას შემდეგ, რაც უკვე ჩვენთვის აქ მუშაობა უკვე აღარ იყო უსაფრთხო
და მას შემდეგ რაც ჩვენ ეს ტერიტორია დავტოვეთ, ადგილზე მოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჯვაძე და სახელისუფლებო მედიების კამერების წინ მან მიუსამძიმრა ოჯახს და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა თანადგომა გამოუცხადონ გარდაცვლილთა ოჯახებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასეთ დროს და სხვა საჯარო შეხვედრებზე მიდის მხოლოდ სახელისუფლებო კამერების თანდასწრებით და ცხადია ხელისუფლების მაქებარი ჟურნალისტები მისთვის კომფორტული კითხვების დასმას კითხვებს სვამენ, ასე ვთქვათ, წინასწარ შეთანხმებული კითხვები ისმება და თორნიკე რიჯვაძე ამ შემთხვევაში თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან რელევანტური კითხვები ასეთ დროს ჩართული კამერის წინ არ სვამენ ხოლმე. ასეთი არის ახლა ვითარება ადგილზე, თქვენ კადრში ხედავთ, რომ ინტერესის თვალსაზრისით ასევე მოდიან აქ მოქალაქეები და ათვალიერებენ შემთხვევის ადგილს, რომელიც შემოსაზღვროს უკვე ლითონის კონსტრუქციით და ასე ვთქვათ, ის ადგილი არის დაცული, თუმცა სხვა ტერიტორია, რასაც თქვენ კადრში ხედავთ, ჯერჯერობით შესაბამისი ზომები არ არის მიღებული და შემოსაზღვრული არ არის. მე სურს რომ აქ მოგესმენინოთ როგორც ადგილობრივების მოსაზრებები, ასევე აქ შეკრებილი ადამიანების, თუმცა მე ვერიდები მათთან გასაუბრებას, რადგან გუშინდელი მაგალითის ფონზე რთული არის, ისინი ხსნიან, რომ გაღიზიანებულები არიან და ახლა არ აქვთ მედიასთან ურთიერთობის დრო და არც სურვილი და სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მათთან კომუნიკაციას მოვერიდოთ და არ გავაღზიანოთ, ასე ვთქვათ. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, აქ სამშენებლო სამუშაოები როგორ დაიწყო, თუ არ იყო ტერიტორია შემოსაზღვრული? არ ვიცი, არა. არ ვიცი შენი ჭირი მე. ტერიტორია რატომ არ იყო შემოსაზღვრული, როცა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა? არ ვიცი მეთქი და დამანე სხვა შეგეკითხე მინდა. თქვენ შეგიძლიათ ბატონო რამე გვითხრათ? მე სტუმარი კაცი ვარ და ახლა გადმოენ არაფერი არ ვიცი. აქანე შენდება ძმაო ვიცი. და უნდა სიმართლე ვთქვა, ჩამოღობილი დაყოფილიყო. მაგას ჩემზე დიდვანი ზეითარია. მე რა ვიცი ბრატ. რატომ არ იყო თქვენი აზრით სამშენებლო უსაფრთხოება დაცული ამ ტერიტორიაზე? კი ბრატ, როგორ არის იცი? აქან ვიღაცამ რომ თავში აიღო, იმას უნდა გაეკეთებია. აქან და მეიკითხო და რა ვიცი ბრატ. გუშინ ხელისუფლება ამბობდა იმას, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც ფაქტი მოხდა, არ იყო სამშენებლო მოედანი. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ? კი და მე რაფერ გითხრა, შით არ იყო, იქით არის. და მაგაზე პასუხი. მაშინ ეს სახლები ამ მომენტში უნდა დაეხურეს, უნდა შეხედა. მე რა ვიცი ბრატ, და როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა აიღოს ამ მომხდარზე პასუხისმგებლობა, ვის შეიძლება დაეკეთოს? არ ვიცი. მაგი ვინც რომ თავშია, იმასთან შეკითხო. მე არაფერი არ ვიცი მეტიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს ამ პროცესში? მე არაფერი არ ვიცი. ამაზე პასუხს ვერ გაგცემ. გასაგებია. მადლობა. აი ასეთი იყო ერთ-ერთი ადგილობრივის მოქალაქის მოსაზრება გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აი ასეთი არის ახლა ვითარება და მდგომარეობა ადგილზე. თქვენ კადრში ხედავთ, რომ ჯერჯერობით აქ არის სიმშვიდე, მათ შორის ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ვთქვათ, სამშენებლო მოედანზე მიღებული იყოს შესაბამისი ზომები, რაზეც სხვათა შორის გუშინ აქტიურად მიუთითებდნენ აქ მოსული ადამიანები და ამბობდნენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რადგან
მათ აქვთ იმის ვალდებულება, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება ტერიტორიაზე. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ გუშინდელ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები იყო კი დაცული ამ ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო მოედანი მიმდინარეობს. მე არ ვიცი, მე არ ვიყავ, მაგი ამის რა ბრალია სახლების. ხო, ასეძებთ ამ ხალხისგან. მოქალაქე ვარ, ასეძებთ ამ ხალხისგან. ცხოვრობთ? ხო, აქ ცხოვრობ, ოცნების ქალაქში და ასეძებთ, მაინტერესებს. კითხავს არაფერს. ოჯახში არა ხართ გაზრდილები? შვილი არა ყავთ, დედა არა ყავთ, მამა არა ყავთ. ამ გაჭირვებულ ხალხის იმაზე რის გაკეთებას ვცდილობთ? მართლა ვეხვდები მე. წუხელი იცtilde, რომ ხალხში დაპირისპირება გაგეკეთებიათ. და ეს თქვენი ტელევიზია იყო. სახურავების თავზე სადმე შვილები ნახეთ კუტარი. ვიღაცის უბედნიერობაზე ამას რატო აკეთებთ? ისთვის აკეთებთ ამას? ისთვის აკეთებთ ამას? ეს გახარებთ თქვენ და ამიტომ აკეთებთ ამას. სიხარულისთვის აკეთებთ, გაჭირვებისთვის ამას არ აკეთებთ. არ აკეთებთ, არა. ერთი თონიკედი შევაწერ, როდის არ მოვიდა და როდის არ მოვიდა ამ ხალხის წინაშე. რომ მანდა მაინც წუხელი ამოვიდა და მარტო აგერ დამდგარიყალ, დედლივით და ლაბარაკო. სიცხვილი ნამუსი მართლა არ გაგაჭმიათ. თქვენ ხვალისთვის არ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის, ოჯახისთვის არ ფიქრობთ ამას? ცდილობს რომ ტექნიკა დაგვიზიანოს. აქ არის ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც შეესწრნენ ფაქტს, რომ მოქალაქე სადა ტექნიკის დაზიანება და ამაზე არ ქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს რეაქცია. მე ცხადია უნდა დავტოვო ეს ტერიტორია, რადგან ვთვლი რომ უსაფრთხო აღარ არის ჩემთვის აქ ყოფნა. აქ მცხოვრებლებს შორის არიან ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც ცდილობენ, რომ კრიტიკულ კითხვებს აგრესია დაუპირისპირონ და ისინი ცდილობენ, რომ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით დაიცვან. ჩვენი თვითმიზანი არის ის, რომ ვაჩვენოთ პროცესი, დავსვათ კრიტიკული კითხვები და ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხები მომხდარზე. თუმცა ხელისუფლების მომხრე რამდენიმე პირი ცდილობს, რომ მუშაობაში ხელი შეგვიშალოს. რატომღაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მედია ამ თემით მანიპულირებს და მედიას უხარია მომხდარი, რაც ალბათ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ნაკლებად დასაჯერებელი იქნება. იმიტომ რომ არავის უხარია მომხდარი ფაქტი ცხადია და ჩვენ ვსაუბრობთ შედეგებზე, რამ გამოიწვია ეს შედეგები და მრით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს ის, რომ თუ თქვენ უყურებდით გუშინ ჩვენს პირდაპირ ეთერს, მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საუბრობდა იმაზე, რომ ტერიტორიაზე არ იყოს სამშენებლო უსაფრთხოება დაცული, რაზეც პასუხისმგებლობას აკისრებდნენ ხელისუფლებას. ისინი სვამდნენ კითხვებს, კრიტიკულ კითხვებს, თუმცა როგორც თქვენ კადრებში და პირდაპირ ეთერში ხედავდით, ის ადამიანები გაყავდათ ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. და დღესაც ვნახეთ ერთ-ერთი გამოვლინება, ერთ-ერთი მოქალაქის საჭიროა Times-ის მიკროფონს ხელი დაარტყა და თქვენ ამას ხედავდით პირდაპირ ეთერში და მან სცადა საჭიროა Times-ის ტექნიკის მიკროფონის ამ შემთხვევაში დაზიანება და ამ ფაქტს შეესწრო აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, უпростоრად ბათუმის საკრებულოსა და აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, რაზეც მათ არ ქონიათ პირდაპირ ეთერში რეაქცია. ნახეთ თქვენ, რომ მათ არ ქონიათ მოქალაქის ამ აგრესიაზე რეაქცია.
დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა ოცნების ქალაქში, შემთხვევის ადგილზე მოდიან რიგითი მოქალაქეები და ნახულობენ თუ რა ვითარებაში მოხდა ეს ფაქტი. მე შემიძლია ახლა კიდევ ერთხელ კვლავ გაჩვენოთ ის ადგილი, სადაც ორი ბავშვი გუშინ გვიან ღამით ჩაცვივდა სიბნელეში, სავარაუდოდ მათ ვერ შენიშნეს ორმო და ამ ორმოში, რომელშიც იყო წყალი, ჩაცვივდნენ და მათი გადარჩენა ვერ შეძლეს აქ მცხოვრებლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მათი გადარჩენა ვერ შეძლეს სპეციალისტებმა. ეს არის ადგილი, ტერიტორია ორმო, რომელშიც არის წყალი და სავარაუდოდ არის ღრმა, რადგან ბავშვებმა ვერ შეძლეს დროულად ამოსვლა. დაღუპულია 10 წლამდე ორი ბავშვი. აი, შეგიძლიათ ბატონო რაიმე გითხრათ ამ ფაქტზე, ან უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ რაიმე გაამახვილოთ ყურადღება? აი, თქვენ ხედავთ, რომ მოქალაქეები ამ ფაქტზე საუბარს ერიდებიან, რადგან აქვთ სავარაუდოდ განცდა იმისა, თუ რაიმეს იტყვიან მომხდარზე, ან ყურადღებას გაამახვილებენ უსაფრთხოების კუთხით, შესაძლოა მათ მიმართ კონდეს რაიმე სახის დაშინების მცდელობას თავი. უკაცრავად თავის უკაცრავად ძალიან კარგი დავდივარ ტერიტორიიდან უკეთ გავიგეთ ბატონო აგრესია არ არის გავიგე ბატონო უნდა დავტოვო ტერიტორია რადგან აგრესიულად გამერჩევიან ადამიანები რომლებიც აქ იმყოფებიან და თქვენ კადრში ხედავთ გავიგე ბატონო მივდივარ უნდა დავტოვო ტერიტორია და გავიდე ტერიტორიიდან, რადგან ორი მოქალაქე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან აჭარა ტაიმსის გადამღები ჯგუფის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსვამთ კითხვებს და შესაძლოა ვინმე ჩათვალოს ეს ჩემს პროფესიულ სისუსტედ, რადგან მე ამ ტერიტორიას ვტოვებ და უნდა შევწყვეტო მაუწყებლობა რადგან ჩემი უსაფრთხოება აქ უკვე აღარ არის გარანტირებული. რადგან ისინი აგრესიით გამოირჩევიან, ორი ადამიანი არის მათ შორის, რომლებიც სხვათა შორის გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს იცავდნენ და მათთან მიახლოებისა და კითხვის დასმის შესაძლებლობას ისინი არ გვაძლევდნენ. პირდაპირ ეთერს იმიტომ არ თვიშავ ჯერჯერობით, რომ მე თავს არ გრძნობ აქ დაცულად და უსაფრთხოდ. ისინი პერიოდულად მოდიან ჩემი მიმართულებით, მაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიული ქმედებებით იმუქრებიან. მე უკვე ტერიტორიიდან გამოვედი, შედარებით ვარ უსაფრთხოდ. ეს არის ის ტერიტორია, სადაც არის სამშენებლო მოედანი. თქვენ კადრში ხედავთ, რომ აქ არის სამანქანე გზა და ამ ტერიტორიაზე, ანუ ფაქტობრივად სამანქანე გზა და სამშენებლო მოედანი ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული და ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
მე კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით იმას, რომ შემთხვევის ადგილს ახლო ხედით ვეღარ გიჩვენებთ, რადგან როგორც თქვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ, ორი ადამიანი გამოირჩეოდა აგრესიით. მათი აგრესია ხშირ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი. საყვედურობენ იმაზე, რომ რატომ ვსვათ კრიტიკულ კითხვებს და რატომ ვცდილობთ, რომ ხელისუფლებას ასე ვთქვათ, სამშენებლო უსაფრთხოებაზე მოვთხოვოთ პასუხი. შესაძლოა ვინმე ჩათვალოს, რომ ეს არის ჩემი პროფესიული სისუსტე, რადგან ტერიტორია დავტოვე მე და გამოვედი და ვერ გიჩვენებთ ახლო ხედით იქ განვითარებულ მოვლენებს, თუმცა მე ვთვლი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ახლა ჩემი პირადი უსაფრთხოება და ტერიტორიიდან სწორედ ამ მოტივით გამოვედი და გავეცალე იმ ტერიტორიას. ცხადია, თუ უყურებთ პირდაპირ ეთერებს აჭარა ტაიმსის, გეტყვით იმას, რომ არასოდეს გამოვირჩევით არაეთიკური ქმედებებით და ჩვენ ნებისმიერ მოვლენას პროფესიული ეთიკის დაცვით გადავცემთ პირდაპირ ეთერში და თქვენ ამას ხედავთ კიდეც. ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანები არ გავაღიზიანოთ და კითხვები დავსვათ ემოციური ფონის გარეშე. თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლების მომხრე რამდენიმე ადამიანი აგრესიით გამოირჩევიან და მათ უჭირთ იმის დასაბუთება, თუ რატომ აქვთ აგრესია ჩვენ მიმართ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი და გარემოება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, რაც ამ პროფესიაში ვარ და ბოლო 12 წლის განმავლობაში აქტიურად ვაშუქებ ოცნების ქალაქში მცხოვრებლების საჭიროებებს, პრობლემებს და მე მახსენდება ყოველი ის ზარი, როცა ოცნების ქალაქში გაჩნდებოდა ხანძარი ან კოკისპირული წვიმის შედეგად წყლის გუბეები გაჩნდებოდა და ისინი ქოხებში იყვნენ, ასე ვთქვათ, წყალწლით მოცულ ქოხებში და პირველი რასაც აქ მცხოვრებლები აკეთებდნენ, ურეკავდნენ მედია საშუალებებს, ადგილობრივ მედია საშუალებებს, მათ შორის მირეკავდნენ მეც. ამას არ ქონდა მნიშვნელობა, რა დრო იქნებოდა პირველი 112-ის ნაცვლად აქ მცხოვრები ადამიანები რეკავდნენ მედია საშუალებებში, ადგილობრივ მედია საშუალებებში, მათ შორის მირეკავდნენ მეც. ცხადია, ამას არ ვამადლი ვინმეს, ეს არის ჩემი პროფესიული ვალდებულება, რომ ვიყო ხალხის მხარეს და მათი საჭიროებები ავსახო და მათი საჭიროებები გავაშუქო, თუმცა გულსატკენია, როცა ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევა რამდენიმე ადგილობრივი. მოვედით იმ ტერიტორიაზე, სადაც ხელისუფლება რამდენიმე თვის წინ, არჩევნების წინ, აქ მცხოვრებლებს ახალი კორპუსი გადასცა და ამ კორპუსის საკანალიზაციო სისტემა არის გაუმართავი და რის შედეგადაც თქვენ ადგილზე ხედავთ წყლის გუბეებს, ღია არხებს. ამ ღია არხებზე საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ აჭარა ტაიმსის კამერის წინ ადგილობრივები და დახმარებას ითხოვდნენ ისინი. იყო იმის საშიშროება, როგორც თავად ამბობენ, რომ ამ თხრილებში არის იმის საშიშროება, რომ ბავშვები ჩაცვიდნენ, რადგან ეს არის ამ კორპუსების ეზო. და ხელისუფლებას ჩვენი მეშვეობით თხოვდნენ დახმარებას, თუმცა რამდენიმე თვის გასვლის მიუხედავად თქვენ კვლავ ხედავთ, რომ ღია არხები არის ახალი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზეც და ამ შემთხვევაშიც არ არის, როგორც ჩანს, უსაფრთხოება დაცული და სწორედ როცა მედია უსაფრთხოებაზე მიუთითებს ხშირად უსაფრთხოების დაცვაზე ხელისუფლებას, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმას, რომ თითქოს ჩვენ მსგავსი ტრაგედიებით მანიპულირებთ და ასე ვთქვათ, ქულებს ვიწერთ, რაც ცხადია ასე არ არის. ჩვენ უბრალოდ გიყვებით ფაქტებს და გიჩვენებთ მოვლენებს, რაც არის რეალური. მე მინდა გაჩვენოთ ეს ორმოები, რომელიც არის წყლის გუბეებით სავსე, ფეკალური მასები გადმოდის, რის შედეგადაც ივსება ეს წყლის გუბეები.
თქვენ კადრში ხედავთ აი დაჭაობებულ ტერიტორიას საკანალიზაციო ჭა არის გაჭედილი, არ მუშაობს, არ ფუნქციონირებს ამ დასახლებაში, ახალ კორპუსებში და აქედან ივსება, სხვათა შორის როგორც გითხრეთ, გქონდათ მცდელობა იმისა, რომ მოეწესრიგებინათ ეს საკანალიზაციო სისტემები გათხარეს ეს არხები და დატოვეს უკვე ღია მდგომარეობაში, რომელიც უკვე არის წყლით სავსე და ნებისმიერი აქ გამლვლელისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საფრთხის შემცველი. მათ შორის ღამით განათება არ არის და არის იმის საშიშროება თუ ვინმე არ იცის ამ დასახლების სპეციფიკა, შესაძლოა ღამით გავლისას ნებისმიერი ადამიანი ჩავარდეს ამ ორმოში. აი თქვენ ხედავთ გაჭედილ საკანალიზაციო სისტემასა და ფეკალურ მასას, რომელიც ღია სივრცეში მოედინება. თქვენ კადრში ხედავთ, რომ კორპუსი ფაქტობრივად ფეკალური მასების ალყაში არის საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად. თქვენ კადრში ხედავთ, რომ აქ არის წყლის გუბეები და უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე თვეც არ არის გასული, რაც კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში, წინასაარჩევნოდ გადასცა ხელისუფლებამ ეს კორპუსები აქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს და როგორც ხედავთ, სამუშაოები ბოლომდე არ არის მიყვანილი, რის შედეგადაც ჩვენ კადრში ვხედავთ თუ რა ვითარებაში არის ახლა მიმდებარე ტერიტორია. და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს დასახლება გამორჩეული არის ბავშვების სიმრავლით, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიმრავლით და არის იმის რისკი, რომ ბავშვები ეზოში თამაშის დროს აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე. აი, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობს, აქ ჩავარდნის, რადგან არის ღია არხები, მეორე გარემოება არის ისიც, რომ აქ არის გაუსაძლისი სუნი და სხვათა შორის მოქალაქეები რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავდნენ იმას, რომ არის გაუსაძლისი სუნი და ისინი ფანჯრებს მზიან ამინდში ვერ აღებენ. აი თქვენ ხედავთ ფეკალური მასების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ წყლის უზარმაზარ გუბეებს და ფაქტობრივად მთელს ეზოში, მთელს პერიმეტრზე არის ანალოგიური მდგომარეობა. მოკლედ, მე გიჩვენეთ თუ რა ვითარება არის ადგილზე, რა ხდება აღსაქმელად ალბათ სურათი აღვწერე ისე, როგორც არის და მე უნდა შევწყვიტო პირდაპირ ეთერი და გავიდე ტერიტორიიდან, რადგან ვთვლი, რომ უკვე ჩემთვის აღარ არის უსაფრთხო გარემო, რადგან პირდაპირ ეთერს უყურებენ აქ მცხოვრები ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც ჩემს მიმართ გამოირჩევიან აგრესიით, ამიტომ არის კიდევ საფრთხე იმისა, რომ ისინი მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იმ ტერიტორიას უკვე მე გამოვშორდი, მოვიდნენ აქ და კვლავ მომყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამიტომ უნდა დავასრულო პირდაპირ ეთერი და გავიდე უკვე ადგილიდან, რადგან როგორც თქვენ პირდაპირ ეთერში იხილეთ, მედიისთვის აქ არ არის უსაფრთხო გარემო. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის, დროებით.